გიორგის და გაბრიელის, ლიზის და ლალის მამა მძიმედ არის ავად, ოჯახი შიმშილობს. საცოდავ ბავშვებს 4-ვეს ერთად ძველ ვიწრო საწოლზე ეძინათ. დღეს გიოზე ბედნიერი ადამიანი არც სოფელწვერში და არც მთელ საქართველოში არ მოიძებნება. დიდი ბედნიერება მოვიდა გიოს ოჯახში. ის მთელი დღე ხუმრობს და აცინებს დებს და ძმას. ბევრი საჩუქარი მიიღეს ფონდის მეგობრებისგან და ბევრი ხელია საჭირო რომ წაიღოთ. დღეს ექნებათ ახალი ბლენდერით დამზადებული ბანანის კოქტეილი. დღეს მულტფილმებს უყურებენ დიდ ეკრანზე. ბედნიერი ბავშვები ყუთებით ბზრიარებენ, შთაბეჭდილებებისგან თაუბრუ გვეხვევა. ძველი ფანჯარა თქვენს თვალწინ გაქრება. ბავშვები ხელს გვიქნებენ ახალი ფანჯრიდან. იქიდან ბავშვები ღიმილით და იმედით იყურებიან. რა სიმყუდროვეა ოთახში, სადაც ახალი ავეჯი დგას, რა მაგარია იჯდეს სარკიან მაგიდასთან და იყურებოდე მასში. ორი გაბრიელი ორლერო. ჩვენ ყოფნი ერთ საწოლზე ვიწექს, მაგრამ ამის შემდეგ ჩენოვკის მეგობრებმა გამაგზავნეს ორი საწოლი, რომელზეც ძალიან მილეთ წევაში და კომფორტულად. ძალიან ლამაზია თანამედროვე. პირველად უყურებენ ბავშვები საყვარელი მულტფილმის გმირებს, დინოზავრებს დიდ ეკრანზე. ისინი გარინდულები არიან სიხარულისა და აღფრთოვანებისგან. ახლა გემრიელობების დაგემოვნება დაიწყება. ეს ის ყველაფერია, რაც პაწაწინა გურებს სურთ. უღრმესი მადლობა, მეგობრებო. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.